გამარჯობათ ძვირფასო მაყურებლებო, მე გახლავართ რომეო ცენტერაძე, თქვენი უყოფებით ჩემს YouTube არხზე, სადაც ჩვენ ძირითადად განვიხილავთ ქართულ MMA-ს და ქართულ MMA მებრძოლებს და დღევანდელი ვიდეოს მთავარი თემა, რა თქმა უნდა, იქნება მერაბ დვალიშვილი, რომელსაც სულ რამოდენიმე დღეში, სადღაც ერთ კვირაში აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა, ქამრის დაცვა, რიგითი მეორე დაცვა იქნება შონ ომაილის წინააღმდეგ, რომელსაც მან მოუგო ქამარი შარშან და ეს იქნება რევანში. მაგრამ სანამ გადავალთ მთავარ თემაზე, ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება, რომ მხარი დამიჭიროთ არხის გაზრდაში, არ დაიშუროთ გამოწერები, მოწონებები, დადებითი კომენტარები და ესე შემდეგ წინასწარ ყველას გიხდით მადლობას. ეხლა რაც შეეხება თვითონ ბრძოლას. რა თქმა უნდა, დღევანდელ ბრძოლასაც ჩვენ შევხედავთ ორივე მხრიდან. ანუ რა შეიძლება გააკეთოს ერთმა ან მეორე მებრძოლმა უკეთესად, სხვანაირად, წინა ბრძოლისგან განსხვავებით, რა შეიძლება ვიხილოთ ახალი ამ ერთი ან მეორე მებრძოლის მხრიდან და ასე შემდეგ. მაგრამ ამავდროულად არ დაგავიწყდეთ, რომ როდესაც მე ვსაუბრობ ქართველი მებრძოლის დაშლას ვცდილობ და მაგის მოწინააღმდეგის მხრიდან რა საფრთხეები შეიძლება იყოს მაგაზე ვსაუბრობ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლებად მჯერა ან გულშემატკივრობ რა ამ კონკრეტულ ადამიანს. უბრალოდ ორივე მხრიდან უნდა შეხედო ბრძოლას. ანუ ბრძოლა არის რა, ბრძოლა არის პრობლემების გადაწყვეტა. შენი მოწინააღმდეგე არის ამოცანა შენთვის. მაგრამ ეს არ არის ისე, რომ მოგცეს ამოცანა მათემატიკაში დაჯექი გააკეთე კალმით ფურცელზე კალმით და მორჩა. ანუ ცალმხრივად არ ხდება ეს, ხო? როგორც შენი მოწინააღმდეგე ამოცანა შენთვის იმ წუთას, ხო, ბრძოლაში. ისევე ხარ შენ მოწინააღმდეგისთვის ამოცანა, ანუ მოცემულობა არის ორმხრივი. და ამავდროულად მოცემულობა ყოველთვის იცვლება, იმიტომ რომ მოწინააღმდეგე მოძრაობს, შენც მოძრაობ და ერთ წამს რო რაღაცას ხსნი, შეიძლება უცებ წამის მიასეთში ყველაფერი შეიცვალოს და აბსოლუტურად სხვა ამოცანაზე მოგიწიოს მუშაობა. ამიტომ უბრალოდ ამას იქიდან გამომდინარე ვიძახი, რომ ილიაზე რო გავაკეთე ჩალსთან ბრძოლაზე ბრეიქდაუნი, მოკლე ვისაუბრე რა თქმა უნდა საფრთხეებზე, ჩალსის მხრიდანაც რა საფრთხეები შეიძლება იყოს და ხალხმა ზოგმა ისე გაიგო, თითქოს მე არ მჯერა, რომ რაღაც რა თქმა უნდა მე მჯერა და ვხედავ მეც და ხვდები, რომ ილია უფრო ძლიერი მებრძოლია და მაგისთვის მოსაგები ჭუბია, ეს უნდა მოიგოს მაგან ეგ ჭუბი და ძალიან გამიკვირდება, რომ ვერქნას ეგრე. მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგის მხრიდან რა საფრთხეები შეიძლება იყოს, ამაზე არ უნდა ვისაუბროთ და ამაზე საშინაო დავალება იგებს ბრძოლას. საშინაო დავალებას აკეთებენ ყველა დიდი ჩემპიონები ძალიან კარგად, კმადიან მომზადებულები, ყველაფერი იციან, შეისწავლიან ფირს და ესე შემდეგ. ანუ ის რასაც მე ვისაუბრე, გარანტიას გაძლევთ, რომ ამაზე ილიაც და სანდრო მუშაობენ უკვე კემპში. ანუ იქიდან გამომდინარე, რომ მე ვთქვი ზოგადად ვიძახი, ანუ შეიძლება კონკრეტულად იმაზე არა, რაც მე ვთქვი, მაგრამ ზოგადად რა საფრთხეები შეიძლება წამოვიდეს ჩალსგან, ამას განეხილავენ, სერიოზულად აღიქვამენ და ამაზე მუშაობენ. ეს ხდება მით უმეტეს თუმცა ამ დონეზე იბრძვი. და იგივეს გავაკეთებ დღესაც მერაბისა და ომაილის ბრძოლის ირგვლივ ბოდიში. რა თქმა უნდა, ესეც ისე იქიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებ თუ როგორ დომინაციით და ადვილად შეიძლება ითქვას ყალებში ადვილი არ არის მაინც რა თქმა უნდა 5 რაუნდიან ბრძოლას ჩაატარებ, მაგრამ როგორ დომინაციით და უპირატესობით მოიგო მერაბმა პირველი ბრძოლა ომაილისთან, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ყველანაირი საფუძველი ბერკეტი იმისა, რომ გვჯეროდეს, რომ ეს ბრძოლაც მერაბის უპირატესობით დაიწყება, გაგრძელდება და დამთავრდება რა. მაგრამ არ არის გამორიცხული რაღაც სიახლეები გვაჩვენოს ომაილიმაც, მერაბმაც და აბსოლუტურად სხვა დინამიკა წავიდეს ბრძოლაში. მაგრამ თლიანობაში ალბათ მერაბის მიზანი და გეიმპლენი და გეგმა იქნება ალბათ იგივე. მერაბი არის ძალიან მაგარი ზოგადად სივრცის მანიპულაციაში, სივრცეს იყენებს კარგად. მხოლოდ მაშინ გიშვებს ახლოს, როდესაც უკვე განზრახული აქვს, რომ ბოლომდე შეკრას სივრცე თავის მასა და მოწინააღმდეგეს შორის შეეკრას და გადავიდეს ტეიქდაუნის მცდელობაზე. და საქმე იმაშია, რომ ერთხელ თუ ვერ გადაგიყვანა, ეს მას არანაირად არ აჩერებს
დაუსრულებელი კარდიოს ხარჯზე მას შეუძლია 10 ჯერ, 15 ჯერ, 20 ჯერ, 30 ჯერ სცადოს იგივე რაღაცა სანამ არ გამოუვა რა. რაც სხვა მებრძოლებისთვის არ არის ეგრეთი ადვილი, თითქმის შეუძლებელია ესეთი ტემპით ჭუბი უმეტესობისთვის, არა ალბათ ყველასთვის, ალბათ მერაბს აქვს ყველაზე მაგარი კარდიო ამ სპორტის ისტორიაში და ეს ძალიან ბევრს ამბობს, იმიტომ რომ ამ სპორტში ძალიან ბევრი მაგარი კარდიოს მქონე მებრძოლები გვინახავს ჩვენ. სია ძალიან გრძელია, მაგრამ მერაბი ალბათ ამ სიის თავში დგას. და სწორედ ამიტომ, ანუ მენტალურად ეს იმდენად ღლის მოწინააღმდეგეს, რომ იცი რომ ეს ადამიანი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ თუ ვერ გადაგიყვანა მეოთხედ, მეხუთედ, მეექვსედ, მაინც ცდის და სანამ არ გამოუვა, არ შეგეშვება, ეს არის მენტალური ძალიან დიდი ტვირთი მოწინააღმდეგებისთვის, ისევე როგორც მერაბის მოძრაობა. მერაბი არ ჩერდება, აი ხო გინახავთ მაგალითად ბრძოლები, რომ გადიან ორი მებრძოლი და ერთმანეთს წინ დგანან და ეს ცდილობენ რაღაც დაიჭირონ და ჯების ტაიმინგი დაამუღამონ და რაღაც. მერაბი ეგრე არ შვება. მერაბი წინ არ გიჩერდება წამის მიასცეთზე უფრო დიდხანს არასდროს. სულ მოძრაობს, სულ სხვადასხვა კუთხეებიდან მოდის, სულ საფიქრალს გაძლევს და ესეც რა თქმა უნდა ღლის ძალიან მენტალურად და აქედან იწყება დაღლა პირველ რიგში, იმიტომ რომ ფიზიკურად ბრძოლა ისეთი რაღაცა ფიზიკურად ყველა იღლება აბსოლუტურად. თვითონ მერაბიც იღლება, მაგრამ მერაბს აქვს გარდა იმისა, რომ კარდიო მაგარი აქვს, რა თქმა უნდა, მენტალურად აქვს ექსტრა რაღაც ჩამრთველი, რასაც ვერ თავს ვერავინ, რომლის გადალახვაც ყველას არ შეუძლია, რაღაც ბარიერი არის ტვინში ალბათ, რასაც მერაბი უფრო ადვილად გადალახავს ყველა ბრძოლაში და ის რომ ის დაღლილობას გძნობს, თუ არ გძნობს, არ აინტერესებს, ანუ არ აჩერებს, აი ეს მაგას ვერ აჩერებს, რაღაცნაირად მენტალური მომენტი უფრო მგონია ეს მე. თორე ფიზიკურად ყველა იღლება ბრძოლაში, აბსოლუტურად ყველა იღლება, ყველა ღრმად სუნთქავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ მერაბი ზუსტად აი ამ მომენტების ხარჯზე დაღლიდან ფაქტურად დაქანცვამდე გადაყავს თავისი მოწინააღმდეგე რა. მენტალურ ზემატება, მე ფიზიკური დატვირთვა და აბსოლუტურად გაუგებრობაში არის ხოლმე მოწინააღმდეგე. ბრძოლის ბოლოს გახსოვთ ალბათ როგორი ტრაუმირებული იყო პეტერიანი მერაბთან ბრძოლის შემდეგ, რაღაც შეშინებული იყო. მე მერაბთან მაქვს ნავარჯიშები და დამიჯერეთ კოშმარია ამ ადამიანთან კლეტკაში ოქტაგონში დგომა. რა თქმა უნდა მე ხა ჩვენ 100% არ გვისპარინგია, მერაბია ხა 100% მე არ მას მიზამდა ხო რა თქმა უნდა. მაგრამ რაც დამანახა ის წნეხი, ის ზეწოლა საკმარისი იყო იმისათვის რომ მივხვდარიყავი რომ ალბათ 100% რომ ჩართოს ამ ადამიანმა რთულია მაგასთან გამკლავება რა. რაც შეეხება ომაილის მხრიდან რა არის მოსალოდნელი, ნუ რა თქმა უნდა ომაილი ხა თვითონ ტეიქდაუნზე არ წავა, მაგაში ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ ჩემი აზრით ომაილი ეცდება ამ ბრძოლაში მერაბი დახიოს უკან და ზურგით მიიყვანოს კედელთან, გალის კედელთან რაც შეიძლება ახლოს, იმიტომ რომ ეს არის მაგისი ყველაზე კარგი შანსი. გარდა იმისა, რომ კიდე ერთი შანსი აქვს, რომ შესვლის დროს დაიჭიროს მერაბი, მაგრამ მერაბს შესასვლელად აი საწყისი დრო, ტაიმინგი, რასაც ქვია ინგლისურად რა, იმდენად კარგი და ფაქტობრივად იდეალური აქვს, რომ და ზუსტი აქვს რა შესვლა, რომ ეს თითქმის შეუძლებელია მაგ დროს დაიჭირო მერაბი და ალბათ ომაილის ერთ-ერთი შანსი, ესეთი ყველაზე მკაფიო იქნება ის, რომ დახიოს მერაბი უკან და კედელთან ახლოს როცა არის მერაბი, მაგ დროს არ შეუძლია სივრციდან გავიდეს უკან, უნდა გავიდეს გვერდზე და ალბათ გვერდზე გასვლის დროს რომ დაიჭიროს რაღაცა ან ფეხით ან ხელით, ამას ეცდება ჩემი აზრით რა. იმიტომ რომ სხვა შანსი უბრალოდ არ არსებობს კლინჩში და ფიზიკურ მაშინ რა ქვია ჭიდაობაში ვერ აჯობებს ფიზიკურად ელემენტარულად შრომელი მერაბის 100 წელი რო გავიდეს და იჭიდაოს, მაინც ვერ აჯობებს, ბუნების კანონია უბრალოდ ეგეთი ზოგჯერ და ტემპი და ეს დინამიკა ბრძოლის რო რაც უფრო ანუ რაც უფრო ხანგრძლივად გაგრძელდება ბრძოლა, მით უფრო აიწევს მერაბის მხრიდან ტემპი და აქაც რა თქმა უნდა ყველამ კარგად ვიცით რომ არათუ შრომელი, ორი შრომელი და საერთოდ ვერავინ ვერ დაეწევა, ანუ უბრალოდ ელემენტარულად ძალიან მარტივად ყველაზე ძლიერი მატორი აქვს მერაბს MMA-ის თლიანად MMA-ის ისტორიაში. ეს მე მგონი საკამათოც კი აღარ არის რა.
ეს იქნება ძირითადი, ანუ დანარჩენი უფრო ალბათ ფიქრობ, რომ პრიმიტიულად უნდა გააკეთოს მერაბმა, როგორც გააკეთა წინა ბრძოლაში. არ არის აუცილებელი და აბსოლუტურად საჭირო არ არის რამე ახალის მოგონება. რა თქმა უნდა, მერაბს ძიმე ხელები აქვს და დარტყმა, ძლიერი დარტყმა აქვს. უბრალოდ ძალიან ხშირად ცალფეხს წევს ჰაერში ხელს რო იქნევს, არ ჯდება დარტყმებზე, როგორც კლასიკური ბოქსიორი და მაგიტომაც ნოკაუტები მერაბს არ აქვს, მაგრამ ესეთი ძიმე დარტყმა აქვს რა, ძალიან და არ არის გამორიცხული რაღაც მოარტყას ხო და შემთხვევის ამბავია ეგეც. მაგრამ თლიანობაში ველოდები ისევ ძალიან ბევრ ტეიქდაუნს მერაბის მხრიდან, მაღალ ტემპს, განუწყვეტლივ მოძრაობას ერთი კუთხიდან მეორეში, level change-ებს, feint-ებს, pint-ებს, ესე ვთქვათ. და რა ვიცი, არ მგონია ესე მოკლე ხანში შონ უმაილის რაღაც ესეთი გასაღები მოეპოვოს მერაბის სტილისთვის. მით უმეტეს რომ არ დაგავსოს რომ რაც მან წააგო კამარი მერაბთან, მას მე არ უბძოლია. და მებრძოლისთვის ბრძოლა აუცილებელია განვითარებისთვის, რომ რაღაც ახალი გაიგოს და ისწავლოს საკუთარ თავზე და ახალი შემატოს. კი რა თქმა უნდა, დარბაზი არის მთელი და დარბაზი არის ზოგადად მთლიანად სპორტი, მაგრამ ის ჭუბი, ის დამაგვირგვინებელი ფაზა არის მაგ მუშაობის, სადაც დარბაზში გადიხარ და მაგის გარეშე განვითარება მაინც რთულია რა. ამიტომ ეგეთ ჩემი აზრით შეუშვლის ხელს შონ უმაილის, კი რა თქმა უნდა მოიმიზეზა იქ თეძოს ოპერაციები, რაღაცეები, მაგრამ თუ მერაბმა სწორად გააკეთა, ისე როგორც მას ჭირდება ამ ბრძოლაში ყველაფერი, არ მგონია შონ უმაილის რაღაც დიდი განსაკუთრებული შანსი კონდეს. უბრალოდ პირველი 2 რაუნდი მაინც რა თქმა უნდა სახიფათო იქნება, უფრო იქიდან გამომდინარე, რომ უფრო სწრაფი იქნება პირველ დასაწყისში ბრძოლისა შონ უმაილი, უფრო კაი რეფლექსები ექნება, ძალაც მეტი ექნება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ტეიქდაუნს თუ გააკეთებს მერაბი პირველ რაუნდში ხო? და კონტროლს თქვა ზურგზე თუ გადავა, ძირითადად მერაბი მიდის single leg-ებზე ცალფეხზე რა და ორივე ფეხზე თუ წავიდა თქვა თეძო თუ შეკრა, მერე იქიდან შეუძლია ზურგის აღება, ცდელობა კონდეს და ზურგი თუ აუღო მშრალზე, არ გამოურიცხავ რომ submission-ის ცადოს ამ ბრძოლაში რა. რომ მთლიანობაში სულ ეს იყო ამ წუთისთვის, რა თქმა უნდა, ყველა გულშემატკივრობთ გევართ ერთად, იმედია ეს ყველაფერი რაც ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში ოქტაგონს გარეთ მერაბის ცხოვრებაში ეს არ შეუშლის და იმედია კონცენტრირებულია ამ ბრძოლაზე მაქსიმალურად. და ამ კარტზე ხოთაშორის კიდე ერთი სატიტულო ბრძოლაა ჯულიანა პენიასა და კაილა ჰარისონის შორის. აქ ვფიქრობ, რომ ჯულიანა პენიას ძალიან ცოტა შანსი აქვს, რომ კამარი შეინარჩუნოს. კაილა ჰარისონი როგორც კი გადმოვიდა UFC-ში PFL-დან, ყველამ ვიცოდით უკვე რომ დროის ამბავი იყო, სანამ ის კამარს მოიგებდა. უბრალოდ ფიზიკურად ძალიან დიდი უპირატესობა აქვს ამ ადამიანს და ერთი შეკვრაც ალბათ საკმარის იქნება ამ ბრძოლაში, რომ დაამთავროს ეს ბრძოლა ადრეულად ჯულიანა პენიას წინააღმდეგ ჰარისონმა. ასევე ჯო პაიფერი ებრძვის კელვინ გასტელომს. კელვin გასტელომი თავის დროზე ძალიან პოტენციური მებრძოლი იყო. ძალიან დიდ იმედებს ავამყარებდით ყველა MMA-ის გულშემატკივრები და მაყურებლები ამ ბიჭზე. შემდეგ ცოტა არასერიოზულად მოეპყრო უკვე თავის კარიერას, დისციპლინის პრობლემები ჰქონდა და ჩემი აზრით უკვე ბოლოში არის თავისი კარიერის. მით უმეტეს რომ ჯო პაიფერი ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს, კარგად მოძრაობს ფეხებზე, გრძელი კიდურები აქვს და ამით ძალიან დიდ პრობლემას შეუქმნის ჩემი აზრით გასტელომს. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ჯო პაიფერი ამ ბრძოლაში არ გამიკვირდება თუ ნოკაუტით დაამთავრებს პირველ მეორე რაუნდში ამ ბრძოლას რა. და ყველაზე საინტერესო ბრძოლა ასევე ვისენტე ლუკე ებრძვის კევინ ჰოლანდს, გახსნითი მატჩია მეინ კარდის. მგონია რომ კევინ ჰოლანდი ამ ბრძოლას წაიღებს იმის გამო, რომ მე როგორც ესეთი ვისენტე ლუკე უკეთესი მებრძოლი მგონია რომ მთლიანობაში რა. მაგრამ იმდენი მილები აქვს უკვე გავლილი ვისენტეს, ჩემი აზრით დროის ფაქტორია ის თუ როდის მოძრება მანქანას ბორბლები რა. ასე რომ იქიდან გამომდინარე რომ კევინ ჰოლანდი უფრო ნაკლებად გაცვეთილია ფიზიკურად, გაცილებით უფრო დიდი ხანია ლუკე მაღალ დონეზე იბრძვის და თან ისეთი ომები აქვს გადატანილი.
აქედან გამომდინარე რატომღაც ვფიქრობ, რომ კევინ ჰოლანდი წაიღებს ამ ბრძოლას, მაგრამ ჩემთვის ყველაზე საინტერესო ბრძოლა ამ ქარდზე იქნება მაურო ბატისტას და აც უკვე ყოფილი ბელატორის გრან პრისა და 71 კილოგრამში ქამრის მფლობელის პაჩიმიქსის შერკინება, რაც გადაწყვეტს ალბათ სავარაუდოდ ჩემპიონის მომდევნო მოწინააღმდეგის ვინაობას. პაჩიმ თუ მოიგო, მერაბმა და პაჩიმ ორივემ თუ მოიგეს ეს ბრძოლა, დიდი შანსია რომ პაჩიმიქსი შეხვდეს მერაბს მომდევნო დაცვაზე და პაჩიმიქსს სხვათაშორის მე ვიცნობ, ჰავაიზე გავიცანით, მე ზვიადმა და ლევანმა ჩოხელმა, ლევანს ბრძოლა ჰქონდა, მაშინ იქ გავიცანით, მაგას მეინ ივენთი იყო, კამარზე იბრძოდა და მაშინ გვითხრა რომ მერაბს ვიცნობო, ეგ იყო რაღაც 2 წლის წინ ალბათ, მეტი შეიძლება. მერაბს ვიცნობო, ძალიან მიყვარსო, ქართველები მიყვარხარ, ძალიან ხშირად ვარჯიშობთ მე და მერაბი ერთად და ნუ მაშინ რა თქმა უნდა არ მოიაზრებოდა მერაბის და მაგის ბრძოლა, იმიტომ რომ მაშინ პეჩი ბელატორის ჩემპიონი იყო. მერაბი კონტენდერი იყო UFC-ში და აბსოლუტურად სხვა გზებზე იდგნენ, მაგრამ ეხა არ არის გამორიცხული გაიყაროს მაგათი გადაეყაროს ერთმანეთს მაგათი გზები კარიერულად. მაგრამ ძალიან კაი პიროვნების დაბეჭდილება დატოვა, მინდა გითხრათ და როგორც მებრძოლი დააკვირდით ამ ბრძოლას აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან კარგი მებრძოლია, სახიფათო. აი დაახლოებით როგორ გითხრათ, შონ ომაილია, ოღონდ უკეთესი გრეპლინგი და ცოტა უარესი სტრაიკინგით რა. ანუ ისეთი ხელები არ აქვს, როგორც შონ ომაილის აქვს, მაგრამ ქიქები, მუხლები ძალიან სახიფათოა, გიდაყვები და გრეპლინგში არის ძალიან ძლიერი რა. ასე რომ რა ვიცი, სულ ეს იყო ამჯერად, დაველოდოთ მომდენო შაბათ-კვირას. თქვენ ჩემთვის შაბათი იქნება, თქვენთვის კვირას გაიმართება ეს ბრძოლა. რა თქმა უნდა, სულ მოულოდნელად ველოდები მეც და დარწმუნებული ვარ ყველა თქვენგანიც. ძალიან მაგარი ივენთი იქნება, დარწმუნებული ვარ. წარმატებებს უსურვებ მერაბს, იმედია გაგრძელდება ეს სერია მოგებების სატიტულო ბრძოლებში, ჯერჯერობით ქართველებს სატიტულო ბრძოლა არ წაგვიგია UFC-ში და იმედია არ წავაგებთ არასდროს, რაც კი ეს ორგანიზაცია იარსებებს რა. რა ვიცი, ყველას გფარავდეთ ღმერთი, გისურვებთ ჯანმრთელობას, წინასწარ გიხდით ყველას მხარდაჭერისთვის, მადლობას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ, უმორჩილეს თხოვნა იქნება ჩემი არხი, დამიჭიროთ მხარი, რაც უფრო მეტი გამომწერი ეყოლება არხს, მეტი ყურადღებას მიიქცევს და უფრო მეტი ტრაფიკი იქნება, ესე იგი ჩემს არხზე, ესე რომ ვთქვათ, მით უფრო გავახშირებ აი ამ ვიდეოების დადებას. მომავალში დაგეგმილი მაქვს ლაივების გაკეთება, ლაივ ჩეთების რეაქციების და ესე შემდეგ ძალიან ბევრი რაღაცა, უბრალოდ ამაში თქვენ უნდა დამიჭიროთ მხარი. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყურადღებისათვის და დროებით მომავალ შეხვედრამდე.